გამარჯოს. გამარჯობა, კარგო და კეთილო ადამიანებო. კი, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები ბრძანდებით, რადგან პატა და ნიკა შოუს სუდი ადამიანი ვერანაირად ვერ უყურებს. თუ უყურებს, მომენტალურად გახდება კარგი და კეთილი. ამის მიზეზს ნუ მკითხავთ, უბრალოდ აქ აურა ასეთი. თან ჩვენ შოუს ხომ მუსიკალურად აფორმებენ და კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გვაყენებენ ქსაურენები და გიორგი შაშინაშვილი. პატა, შემის მითხარი ბავშვობაში მფრინავ ხალიჩაზე თუ გიოცნებია. მიოცნებია კი? ამ პრინციპში რა მქონდა კიდეც. ხალიჩა. დაფრინავდა? როგორც მეუბნებოდნენ კი, ოღონდ ჯერ პატარა ხარო, მართვის მოწყობას რომ აიღებ, მერე იფრენსო. და მერე ხუაი? კი, მაგრამ ფრენის ხო მეშინია და აღარ მიცდია მას. კარგი, შეგიძლია აღარ წადო ჩემო კარგო, იმიტომ რომ უკვე გამოიგონეს მფრინავი ფეხსაცმელები. ჩაიცვალ და დაფრინდა. ვნახოთ ვიდეო. მფრინავი ფეხსაცმელები არა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში პაპაჩეს მფრინავი ჩუსტები ქონდა. მომხდრია კიდევაც ერთიორჯერ, რა იყო პრობლემა? მომისმინე ის მარტო დაფრინავდა, ეგ ბაბუაჩემსაც კი ქონდა, ეგ მფრინავი ჩუსტები, მაგრამ ამას იცავ და დაფრინავ. თან ერთხელ იყიდი და გაქვს. ამას რა გაწვითოს მითხარია? ამაზე უბრალო მართვის მოწმობა არ გვეყოფა. მინიმუმ თვით მფრინავის მართვის მოწმობაა საჭირო. ეს აირო ჩაიცვა. თუ ძმახარ გამანებით თავი მაგის კი არა ჩემ ფეხსაცმელები ვერ ჩამიშვა ესე გავსუქთ. არა და რატო კარგია? სადმე რომ დააგვიანებ და რა ვქრა გერაცვარე ბოინგმა ჩამიჭრა ცუდად საცომში მომყევიო ითქვა. მე ის მაინტერესებს შემო ნიკოლოს რა საწვავი ჭირდება ამ მფრინავ ფეხსაცმელებს. ალბათ ზამთრის ბათინკები მეც დაწვავენ, ვიდრე ზაფხულის, როგორც წესი. კი, ალბათ მასე იქნება, მაგრამ გლიჩეთ ხევადი გაზი. და ეგ არის. აი, მე ვიცი, ხვდები, სამაგიეროდ კეტები იქნება ალბათ ელექტრო. და რითი უნდა დატენო ნეტა? პანჩურით. 10 პანჩური ქუთაისამ და 5 პანჩურს დაამატებ ჩახვდი ბათუმს. გამოვიდეთ 15 პანჩურად მოძრაო. შენიერი. მოკლედ შემოიტანენ ალბათ აქაც და დაბადების დღეზე უნდა გაჩუქო მფრინავი ფეხსაცმელი. შენ თუ პანჩურის ავორტყვა გინდა არ არის პრობლემა. არ ვიცი, არ შეწუხდე, მაღალი პადიოი მაქვს მე და აფრენა გამიჭირდება. კი ბატონო. მოკლედ შევცვალოთ თემა, კიდე აფრენა და გაფრენა გვინდა ჩვენ? კი ბატონო, შევცვალოთ. მშვენიერი ამბავი მაქვს. აბა გისმენ? ისტორიაში პირველად საქართველოს ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. რა კარგია. იმედია პრიზების ქართული იყო, თორემ მგონია ცხარის და ოციანის გულისთვის უცხოელები არ ჩამოვიდოდნენ აქ. რასა? ეგ უხარიათ მაგათ. თორე ამ თასებით გამოავსეს უკვე კარადების საქმე. მერე გაატანეს ქართველებმა აქედან რამე პრიზი უცხოელებს, ვერ მოგართვით. აბსოლუტური ჩემპიონი რომ საბა ინანეიშვილი გახდა, ეგ ვიცი და ბულოცა. არა, ბიჭო, ეხლა ქართულში თავსთავად ჩაგურინებდი ვინმეს. არა, გატანებით არ გაატანდნენ, მაგრამ წილში ხო გაიყვანეს რა. წასულა კეიფი და დროსტარება. დელეგაციისთვის უკითხავთ, როგორ მოგეწონათ ქართული ჭიდაობაო და ჩამოსულმა სტუმრებმა ცოტა ხმამაღლა ვკითხეს დაგვაყრუა ზურნამი. არა ეგონათ. ეგ კი არა მგონი მალე დაიგეგმება მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ლახტში, ველობურჩი და გრძელვირში. არა, ცუდი იდეია. დესეირერ და გიორგი აქ რა გინდათ თქვენ? და კლარეგიდა და ვინ აფორმებს იქ ჭიდაობას? დააცადე კაცო, ჩაწერას მოურჩენ შენ და სადუშვებ ამ ხალხს, რა ვიცი, ზაო, მოჭიდებების გავალახებო და თავი. ნუ გეშინია ნიკოლოს მოასწრებენ და იმედია ქართული ჭიდაობა მალე ოლიმპიური სახეობაც გახდება და ეს იქნება ერთადერთი სპორტი ოლიმპიადაზე, სადაც გამარჯვებული ოქროს მედლის გარდა მიიღებს ცხვარს და ოციანს. კარგია. ცხვარსო ჩამოკიდებენ, კი წარზე.
ბა კარგი და პირველ ადგილზე ვაყარ 9-20-იანი. კარგი. აქეთ მოკლედ აქეთ ქართული ჭიდაობაო, იქეთ UFC დაანებეთ ამ ავტობანების და ტრასების დაგებას თავი. წაწამი დავაგოთ ქვეყანა. უფრო გამოგვადგება დამეჯერეთ. რა UFC ვერ გავიგე, არ ვიცი შეგამბავ. უი, შენ არ გაგიგია, კაცო, ეს ის როა ჩვენი. დანა. White. UFC-ს ღონისძიების ჩატარება საქართველოში უნდა თურმე. მერე ძალიან კარგია. ილია თოფურია და მერე ბდვალიშვილი ცოტა უხერხულად კი იქნებიან სტუმრების დათეთქვა რომ მოუწევთ სამშობლოში, მაგრამ რაც იცავენ ნაცვალე, სპორტია. ამაშია საქმე. დანა უაიტს კი სურს, მაგრამ სპორტსმენები არიან უარზე. თოფურია და თვალიშვილი სხვაგან გვიბრაგუნებენ და სახში რო იქნებიან ცხვირებს დაგვინაყავენო და მართლებიც არიან. მე მჯერა ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდება და ილიას და მერაბის მოწინააღმდეგეებიც უმაღლეს დონეზე გაილახებიან. თან ხო ის საქართველოს ჩატარებული UFC 6 რაუნდიანი იქნება. 5-ის ნაცვლად რა. ანუ 5-ის შემდეგ მე-6 რაუნდი იქნება KO. გარდაუვალია, რაც იცი. ეს პირველი შეჯიბრი იქნება UFC-სათვის, სადაც წყალზე მეტი ღვინო დაიმეტა. ისე ქართველ მებრძოლებს მოგმართავთ, ისეც ნუ ურტყამთ, მაგის მერე ამერიკის საკონსულომ არც ერთ ქართველს არ ჩაუყრას ვიზა. შეიბრალეთ. საქართველოში UFC-ს ჩივიან ახლა ეგედი? აგერ ავსტრალიელები თურმე ოლიმპიური თამაშების საწყლოსნო სახეობების ჩატარებას ნიანგებით სავსე მდინარეში აპირებენ. ანუ მათ ოლიმპიური სისტემა წააგებ გავარდები, შეიძლება წააგებ შეგჭამებით. ასე პრინციპში ეგრე იქნება. გამარჯვებული გამოდის დამარცხებული. იმიტომ რომ რაც უფრო ადრე გამოეთიშები ასპარეზობას, მით უფრო დიდი შანსია რომ გადარჩე. და გამარჯვებულს გადაეცემა ნიანგის ტყავისგან შეკერილი ჩანთა ან პირიქით. ნახოთ ეხლა როგორ წავა საქმე. და პირველ ადგილზე გასული რომ შემოეჭამოს ნიანგს, ვის დაკიდებენ ოქროს მედალს, მაინტერესებს. ნიანგს? აი ნიანგი რო გამოგეკიდება, გახვარ პირველ ადგილზე, აბა რა იქნება? დამწნელი რო დაიბრალებს, მე ვავარჯიშებდი ამ უბედურს. ნეტა ნიანგებს თუ უყვართ ისე სპორტი. გიждდებიან კაცო, თურმე იძახიან ასეთი გადასარევი იდეა, ჯერან გამიგიაო. და საერთოდ ეგ ოლიმპიადა 4 წელი რაღაცომ უნდა უცადოთ, კაცო, 4 წელიწადში ერთხელ ხომ არისო? პირდაპირ ეხლავე დავიწყოთ დილიდან ცოტა მიცელი გრემავ. ხო, თურმე სპორტსმენებს თაყვანისმცემელი ნიანგები ავტოგრაფის ნაცვლად პირდაპირ ხელს გამოართმევენ. ზოგჯერ ისე მიხარია სპორტს რომ არ გავყევი, რომ არ ვიცი რა ვქნა. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. თურმე შვედეთის ჩემპიონი ფეხბურთში ერთ-ერთი სოფლის გუნდი გახდა, სადაც მხოლოდ 1500 ადამიანი ცხოვრობს. აი, სოფლის გამგებელი ყოფილა გადარეული სიხარულით. ასე უთქვამს, აწის სტადიონზე საერთოდ აღარ დავთესავ ნიახურს და წიწვარით. ლიგას წიწვარით. წიწვარით რა არის? წიწვათი ალბათ. წიწვათის ოპერებითი ფორმა. ლიგაზე თუ მივახცევთ შეხვატებასო. საერთოდ რა უცნაურია, როგორ მოიგეს ნეტა? ახედავთ აი ქალაქელებო რა ხდება? სულ არააუცილებელი ბუცები. კალოშებითაც შეიძლება თუმე ფეხბურთის თამაში. აბა? დაჯილდოებაზე ყველა ფეხბურთელი ვერ მივიდა. რატო? ნახევარდაცვის ბიჭებს ნახირში უწევდა წასვლა და ამ გუნდს თურმე ძალიან ცოტა გულშემატკივარი ყავს. ვისაც უნდა უხაროდეს, ისინი სტადიონზე თამაშობენ და გულშემატკივარი მეორე სოფლიდან ითხოვს. ჩვენ აქ სპორტული ამბებით ვერთობით და გლობალური დათმობის გამო ისლანდიაში კოღუები გამოჩნდა. ხალი ძალიან დიდი სიცივეები და რა ვიცი, კაცო, სელაპის მეტი ვერაფერი ვერ ძლებს და ხედავ შენ კოღუებიო რა. მალე ალბათ ვეღარ გაარჩევ ისლანდიაში ხარ თუ ფოთლანდიაში. ამ დროს კი ფოთში პირიქით აცივების შედეგად კოღუები გაქმნა და ხალხი გამოჩნდა. აი გაჭირებული ფოთელი კოღუები ალბათ ისლანდიაში ჩაბარდებიან ტოლვილებად. იქით უფრო იწოვებაო.
ხოდა ახლა ის დროა ისლანდიაში რომ ზელიონკა და ზვარი გაგქონდეს ექსპორტი. არ არის ცუდია. ეს ხო და ბისტრია. შენ ის თქვი ყოველთან ერთად ვეშაპებისა და სელაპების ნაცვლად ახლა თუ ხამსაც გამოჩნდა რეიკიავიკი და ისლანდია კი არა მართლა ფოთლანდია გახდება იგაურობა. მოკლედ მოვიდეთ ცოტა ხასიათზე და მაგარ ამბავს გეტყვით, ხო? აბა ხო, მაინც კოღუები. ერთ-ერთ ზოოპარკში 5 თუთიყუში ერთმანეთს იმიტომ დააშორეს, რომ მნახველებს დასცინოდნენ და აგინებდნენ გამზდელს. რას არ გაიგებ კაცი? ხოდა რომ აცინებდნენ ამ თუთიყუშებს ერთმანეთს, თურმე აუტეხავთ ყვირილი, სად მიყავარ თქვენ ბო თქვენი დედებს ზურებო თქვენო უკაცრავ ციკლება გავაკეთებ ხოლმე. ანუ რა გამოდის ფაქტობრივად ზოოპარკის სტუმრები საკუთარ ლანძღვაში იხდიდნენ ფულს. ეგრეა ერთი ბავშვი ტირო და თურმე მოთქვით. ასე მითხეს თუთიყუშება შენი მიაფსი ბაბაშიც. ეს უკვე არასრულწლოვანზე ძალადობაა და შეიძლება ბაჟეში ჩადონ მეგობარები საქციელის გამო. მაგ თუთიყუშების დედა ამბობს თურმე სულ ლოთი მამამისის ბრალია ყველაფერია. მაგისგან ისწავლესო. ეგ კი არა ლომები ყოფილან გაგიჟებული. არც მეფეიცია და არც ვიზიტორიო. ან ეს დედის ფაფრის გინება რა წესია მართლა თქვენი? არ ვიცი სად იყვნენ, მე მგონი კახეთში იყვნენ გაზრდილი. სხვათა შორის ჩემი თუთიყუშიც აგინებს ხოლმე სტუმრებს, აი? დავაკავშირე კაცო. და მე რომ ვიყავი შეთან არ შეუგინებია ჩემთვის? ბოლომდე სვავდი და რატო შენ არ გინები? გადარჩენილი ყოფილან ფაქტიურად. მოკლედ ეს თემა რომ ამოვწუროთ, იმასაც გეტყვით რომ ზოოპარკიდან წამოყვანილი თუთიყუშები წარმატებით დაასაქმეს ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, ვინ უფრო დიდხანს დაიძინებდა. აი დღეს მსოფლიო ჩემპიონატების თემა. კი. ხოდა ვინ მოიგო? ბრაზილიელმა, რომელსაც მთელი 79 საათი ეძინა, გაუღვიძებდა. არ არის ცოტა. მალადეც. ოჩ. კაიშარდის გუშტი ხონია ვარ. აი ხოლმე ამ პარასკევს შაბათკვირის კეიფის შემდეგ არ გავეღვიძებინე ჩემცოლს ამდრით და მეც მოხსნიდი რეკორდს. არა ისე რანაირი ბრაზილიერი იყო ეგ. ხავ არ გაუსინჯამ საერთოდ რამ დააძინა 79 საათი. რა ვიცი? ეგ კი არა რომ შეაღვიძეს უნდა დაგაჯილდოვოთ ბატონო, კარგი რა დე 5 წუთის. დაჯილდოებაზე ბრაზილიელ ჩემპიონს უთქვამს რა ვიცი სკოლაში პირველ გაკვეთილზე რო ვაგვიანებდი მასწავლებელი მეუბნებოდა არაფერი შენგან არ გამოვა ძილის გუდა ხარ. კარგია. ამ გამარჯვებულის ცოლს უთქვამს კაია ჩემპიონის ცოლობა, მაგრამ ხრინვის წამალს თუ მასწავლით, მადლობელი დაგრჩებით. შენ ხო ის თავიდან თურმე ამ ტურნირის ფავორიტად ჩვენი გიორგი იყო მიჩნეული. მაგრამ ვერ მიიღო მონაწილეობა. შოშიტა, ჩაეძინა და აგვიგათა. გიორგი შოშიტაშვილი, ჩვენი. ეს გახლავთ გიორგი და ქსორები, რომ ჩვენ შოუს მაყურებლის ხასიათზე და კეიფსა და დროსტარების მუღამზე რო აყენებენ, არა? კი ბატონო, ახლავე იზამენ მაგასაც. აბა! ჯანმრთელი კაცია ჩვენი გიორგი. ჯანმრთელი. და იმიტომ რომ ზინავს ამდენი და იმიტომაც არის ჯანმრთელი. ჯანმრთელობის ფასი არაფერია მოკლედ და ჩემო გიორგი, გადავწევთ გადაღებას კიდე 1-2 საათი. თუ იმაში. ეგრე რა, სანამ ჯანზე ხარ და ხალისი გაქვს, მაშინ ჭირდები და უყარხარ ყველას, თორე შეგხვდება ვირუსი და არ გეკარება სიახლოვეს არავინ. არც ცოლი, არც შვილი, არც მეგობრები. აბა ბიჭო, თან ხო იცი კაცებს ზნელად გადაგვაქვს. 37 2 რო კონდეს სიცხე. ასე გონია ვკოდები და მაგ დროს ჩვენი მარტო მიტოვება შეიძლება? არ ვადინოთ ხვირში ყველას, ვინც ჩვენ სიცხიანები და სურდოიანები სარეცელზე მიჯაჭულები მიგვატოვა და არ გვნახა? აპა რა უნდა ვქნათ, ბიჭო? თან სიმღერით მოდი. არა ბიჭოს, გლახავ, სხვა უნდა გაჯობო.